მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელს, რომელიც არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის სატელევიზიო ეთერი და პერიოდულად გადის ტელევიზიით, რომელიც მოგითხრობთ ისტორიას გვარების შესახებ, წარმომავლობას ამ გვარებისა, დღევანდელ მდგომარეობას თითოეული ამ გვარისა და იმ საგვარეულო მოძრაობის შესახებ მოგცემთ ინფორმაციას, რომელიც სასურველია, რომ ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ რამე თუ ყველა ვატარებთ გვარს და გვარს არამხოლოდ უნდა ვატარებდეთ, არამედ უნდა გვგრძნობდეთ, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვაგებდეთ პასუხს ჩვენი გვარის წინაშე და ეს გვარი უნდა იყოს ორგანული ნაწილი მთელი ჩვენი სიცოცხლისა. დღეს სწორედაც აი ამ სულისკვეთებით და ასეთივე განწყობით ვხვდებით ძალიან კარგ ქრისტიანულ გვარს, რომელიც პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი და ეს გვარი გახლავს შპეტიშვილები. ეს არ არის ცნობილი გვარი, ვერ ვიტყვი რომ ყველგან შეხვდებით ამ გვარის შვილებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ერთ-ერთი იმ ღვთივსათნო გვართაგანია, რომელმაც ითხოვა კურთხევა, მიიღო უმაღლესი იერარქიისგან საღმრთო კურთხევა და მას შემდეგ საეკლესიო ცხოვრების წესით და ქრისტიანული ცნებების მიხედვით ცხოვრობს ეს გვარი და ამ გვარის სახელით დღეს მოწვეული ყავს ქალბატონი მაია შპეტიშვილი, რომელიც ისაუბრებს გვარის შესახებ და ბევრ საინტერესო ისტორიას გაგვაცნობს. მინდა პირველად ქალბატონმა მაიამ მიმართოს მაყურებელს და ორიოდე სიტყვით გვარზე თქვას რამოდენიმე წინადადება და მერე დავიწყოთ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩვენი საუბარი. მოგესალმებით, სრულიად საქართველოს კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ტელევიზიაში, წარმატებებს გისურვებთ. იცოცხლეთ გაიხადეთ ჩემი ბატონო. შპეტიშვილების გვარი საიდან არის წარმომავლობით, რომ აი ფუძესოფელს და წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს გვარისთვის? შპეტიშვილების გვარი წარმოშობით არის მესხეთიდან, არიან ჟურულები, რომელსაც ყავდა 3 შვილი, შპეტი, ზაზა, მათე და იქედან როდესაც ჩამოსახლდნენ მარტყოფში, ეს თარიღდება 1718-20 წლები და გაავრცელეს გვარები სახელების მიხედვით, შპეტიშვილები, ზაზუნაშვილები და არა ზაზუნიშვილები, სხვადასხვა გვარია და მათიაშვილები. დღესაც მიდის ამათი ურთიერთობა, თხოვება, გათხოვება, დანიშნა ანუ სამიზაშვილო ურთიერთობა ამ გვარებს შორის. და არის ცნობილი ის პირველი გვარიც, ხო? თქვენ ბრძანეთ? ჟურული იყო პირველი გვარის სახე. როგორი კარგია, რომ გვარმა იცის ის თავისი წარმომავლობის ისტორია, ანუ პირველი გვარიც იცის და იცის შემდეგ საიდან ექცა მას გვარად და ექცა, როგორც იტყვიან, სახელი შპეტი, გვარად ექცა შპეტი. ხო, შპეტი, დღეს თუ ქვია შპეტი ვინმეს? თითქმის ყველას, თუ სხვა გვარში არიან მოხვედრილები, კი, ჩემს შვილებსაც ეძახიან შპეტო, შპეტკანა. შპეტი. გვარის ფუძიდან გამომდინარე ეს ზედმეტ სახელად ასე იწოდებიან. ძალიან კარგი. მე ვერ ვიტყვი რომ სახელი შპეტი ეს ძალიან ჰარმონიული და ესეთი კარგი სახელია, მაგრამ კაცი, რომელსაც ეს სახელი ერქვა, აუცილებლად კარგი ადამიანი იქნებოდა, რამე თუ ის გახდა თავი გვარისა და ცუდი ადამიანი, გვარის თავი, გვარის საწყისი, გვარის პირველი პირი ვერ გახდებოდა. ეს აუცილებლად კარგი პიროვნება იყო და იმ კარგი პიროვნების მიმართ ერთგვარი სწორების ნიშნად ეწოდათ მათ შპეტის შვილები და მოდის უკვე გვარად და მერტმაცხონოს მისი სული, რამე თუ ის მე-18 საუკუნის ეს რეალობაში უცხოვრია მას, საკმაოდ შორი წარსულია ჩვენ დღევანდელობასთან და მისი მადლი და მისი სახელდება კვლავაც მოდევს გვარს და მოდევს თვითონ აი ამ გვარის შვილებს. თვითონ გვარის რაოდენობა თუ არის სტატისტიკა ცნობილი, რამდენი შპეტიშვილი არის რეგისტრირებული? ნუ სადღაც 80-დან 100 კომლი, ასე ვთქვათ. კი, ახალგაზრდა ოჯახებიც არის, ოჯახში კიდევ ოჯახია. და ნელ-ნელა მრავლდებიან ისე, მრავალშვილიანები არიან, 2-3, იშვიათად 1. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რომელ წელს დაილოცა გვარი და რომელ წელს იყო თხოვნა იმისა, რომ პირველი იერარქის, ანუ პატრიარქს სრულიად საქართველოს დაილოცა გვარი? 2022 წელში 7 აგვისტოს მოხდა
გვარის დალოცვა. ხო, ახალი დალოცვილი ყოფილა ეს პროცესი, ახალი აღსრულებული ყოფილა. ძალიან კარგი, ჩვენ არა გვაქვს ბევრი შემთხვევა, თქვენ რამდენადაც ვიცი, ქალბატონო მაია, ბრძანდებით რძალი ამ გვარის, შპეტიშვილების გვარის რძალი ბრძანდებით. ჩვენ არა გვაქვს ბევრი შემთხვევა ისეთი, რომ გვარს პატრონობდეს რძალი, გვარის საგვარეულო პროცესებს უძღვებოდეს შემოსული ამ გვარში შემოსული ახლობელი და არის რამოდენიმე შემთხვევა და აი მათ შორის თქვენი შემთხვევა სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება და მე მინდა სიამოვნებით აღვნიშნო ის, რომ ყოველი ღვაწლი, ღვთივსათნო ღვაწლი შეიწირება უფლის წინაშე და აი ამ შემთხვევაშიც ეს ღვაწლი გვარის ერთიანობისთვის, გვარის ეკლესიური ცხოვრებისთვის, გვარის მეტი კონსოლიდაციისთვის, გვარის შვილებს შორის სიყვარულის გავრცელებისთვის, ეს ცალ-ცალკე ჩამოთვლილი საქმეები მე ძალიან კარგად ვიცი თუ რაოდენ დიდ შრომის მოითხოვს, რამდენ დროს მოითხოვს, რამდენ ენერგიას მოითხოვს და ყველა ეს საქმე ღვთივსათნო საქმეა და შეგიწიროთ ღმერთმა ეს ძალისხმევა, რომელიც არის აი ამ გვარის მიმართ აღსრულებული. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია თქვენ სამი ვაჟკაცის დედა ბრძანდებით და აი სამ შვილს უზრდით ამ გვარს და არა მარტო შვილებს უზრდით, არამედ საგვარეულო მოძრაობას უძღვებით და აი ამ საგვარეულო მოძრაობით ცდილობთ რომ გვარი დააკავშიროთ და დაახლოვოთ კიდევ უფრო მეტად დაახლოვოთ უფალს. მაინტერესებს აი პირველი საგვარეულო შეკრებები როგორ მოხერხდა და როგორ გამოითხოვა გვარმა პირველი იერარქისგან, ანუ პატრიარქისგან კურთხევა, როგორ მომზადდა გვარი კურთხევისთვის აი ამ პროცესებზე. ამას ცოტა ადრე დავიწყებ, სადაც როდესაც ჩემი მამთილი ცოცხალი იყო, ძალიან განათლებული კაცი იყო. არ ვიცი, მე მეორე არ მეგულება საერთოდ ქვეყანაზე ისეთი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ყველა ბატონი დავით სახარიჩი შპეტიშვილი, რომელსაც სახელად ეძახდნენ ციცკას. თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ნოლიდან დაიწყო კაც, რომელსაც არ ჰქონდა სახლი კერა გომში დაიბადა და გაიზარდა და 16 წელს შევიდა სკოლაში. ძალიან ისეთი მძიმე ახალგაზრდობა და წარსული ქონა, მაგრამ შექმნა იმ ხელა იმპერია, რომ ორივე შვილს ორი ბიჭი ყავს და ერთი გოგო. ორივე შვილს ცალ-ცალკე სახლები აუკეთა და დაასახლა. ანუ ძლიერი პიროვნება იყო ძალიან. და გვინდოდა გაგვეკეთებინა საგვარეულო ხე. ამაზე უმუშაობდით. რომ საიდან წამოვედით, როგორ წამოვედით, მე ვინდის იშტო იყო, როგორ გამრავლდნენ, როგორ განვითარდნენ და სამწუხაროდ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, გარდაიცვალა ჩემი მაზლი, ახალგაზრდა კაცი, უძლიერესი პიროვნება ისიც, სულიერადაც და ხორციელადაც ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. და ჩაიქნია ხელი ჩემმა მამთილმა და გახვა ორ თვეში. არც კი დარჩისაგან კი. ძმა ბიძა გარდაიცვალა კიდე. ერთი სიტყვით ჩემი მაზლის სიკვდილმა ორი ბუმბერაზე ადამიანი გაიყოლა. ვერ გაუძლეს ამხელად კივილს. გადიოდა წლები, ბავშვებიც დაიზარდნენ. რაღაცები ზოგი კარგად მიდიოდა, ზოგი ცუდად მიდიოდა, ყველაფერი ისე არ ხდება დღევანდელ დღეს ცხოვრებაში და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ხე ვერ გავაკეთე, მაგრამ რატომღაც უფრო გვარის დალოცვა და ხატის შექმნა უფრო უკეთესი იქნებოდა. გაგახაროთ ღმერთმა. ჩემთვის ცნობილია ის, რომ თქვენ ოჯახს ჰქონდა განსაცდელი, რომელზეც ახლა სატელევიზიო დეტალურად ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს განსაცდელი გახდა საფუძველი იმისა, რომ თქვენ დაგეწყოთ ზრუნვა გვარის ეკლესიური ცხოვრებასთან დაახლოებისა და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვისა და დაიწყეთ სისტემატური ურთიერთობა ეკლესიასთან, ეკლესიის წარმომადგენლებთან და აი ამ ლოცვითი სასუება ატარებდით და სწორედაც ამ ლოცვითმა სასუებამ მოგიყვანათ გარკვეულწილად იმ კონდიციაში, რომ გვარი გაერთიანებული იყო, გვარი როგორც იტყვიან ერთ მუშტად შეკრულიყო და მისულიყო ეკლესიის კართან იმ სათხოვარით, რომელიც უზენაეს ეკურთხებინა გვარი თქვენი და გადმოსულიყო ზეციური მადლი ამ ყველაფრიდან.
შეგიძლიათ დაასახელოთ ის საეკლესიო პირი, ვისთანაც თქვენ ურთიერთობა გქონდათ და ვისთანაც აი ამ პროცესებს აგვარებდით თუ კონსულტაციას გადიოდით, თქვათ, თუ გარის ესეთი გამოკვეთილი პიროვნება? კი, ეს არის მამა აკაკი, რომელიც ყველასათვის ცნობილია და ჩემი მამაო ბატონი დავითი. მამა დავითი. მამა აკაკი ეს მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი როა? გაიხარეთ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მამა აკაკი, მისი მელიქიძეობა არის განსაკუთრებით ძვირფასი ჩვენთვის და დიახაც მასთან ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს და ხშირად ხვდები მე ადამიანებს, რომლებიც სასუებენ მის ლოცვაზე, მის მართალდამოკიდებულებაზე და მიხარია რომ თქვენ სწორედ ეს გზა გიპოვიათ და სწორედაც ეს მოძღვარი ყოფილად ერთგვარი გზამკვლევი თქვენი და თქვენი გვარისა იმისთვის რომ დაწყებულიყო ეს დიდი საგვარეულო მოძრაობა, რასაც გვარის დალოცვა ქვია და შემდეგ საგვარეულო პროცესების. შემდეგ დაიწერა გვარის ღვთისმშობლის რატო ღვთისმშობლის ხატი? როგორ გაკეთდა არჩევანი? როდესაც ამაზე დავიწყე ფიქრი, ზუსტად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. და შემდეგ დაუკავშირდი ხატმწერს მამუკა ფიფიას. ძალიან დიდი მადლობა მას ამ კეთილი საქმისთვის და მას ვთხოვე გადავეცი რაშიც მდგომარეობდა საქმე, ოღონ არ ვიცოდი რომელი ხატი და თვითონ შემირჩევდა. თვითონ გამოარჩია. და 2 დღის მერე დამირეკა და მითხრა, რომ ეს იქნება ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაწერილია მე-13 საუკუნეში ათონის მთაზე და სხვათა შორის ქართველი ბერების მიერ. ძალიან კარგი. და შეიქმნა ამ ხატის ასლი. და გვარი დალოცვაზე პატრიარქთან ამ ხატით მიბრძანდა? გაგახაროთ, მერტმა გეწეოდეთ ღვთისმშობლის მადლი, ღვთისმშობელი ესეთი მფარველია სრულიად საქართველოსზე და კაცობრიობის. ამ შემთხვევაში ღვთისმშობელი ის გამწარებული დედა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა განსაცდელი, მის შვილზე აღსრულებული განსაცდელი და აი ეს გამწარებული დედა დიახაც სასუებელია და მეოხია და მფარველია ყველა იმ დედისა, რომელიც მავედრებელია მის წინაშე და ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ და თქვენი გვარი, შპეტიშვილების გვარი, სწორედაც აი ამ ვედრების გზაზე დგახართ, აი ამ ურთიერთობას პოულობთ ღვთისმშობელთან და ამაოდ არ ჩაივლის არც ლოცვა და არც ის ღვთისმსათნო დამოკიდებულება და სასუება, რომელიც ღვთისმშობლის მიმართ გაქვთ თითოეულ თქვენთაგას. გვარის დღევანდელობის შესახებ რომ ვისაუბროთ, აი გვარის დღევანდელი მდგომარეობა მინდა წარმოვაჩინოთ იმ შვილებით, იმ ღირსეული წარმომადგენლებით, რომლებიც ამ გვარს ატარებენ და დღეს აი მეტნაკლებად გამოირჩევიან თავისი საქმით და თუ ცხოვრებით. კი, არიან, როგორ არ არიან, ახალგაზრდები არიან. მაგალითად, ერთი შპეტკანას ეძახიან შემოკლებით, დავითი ქვია, დავით შპეტიშვილი, რომელიც 74 წელში არის დაბადებული, აფხაზეთის ომში მოღვაწეობდა. იყო მონაწილეობდა, რომელსაც ღირსების ორდენი აქვს დამსახურებული. კიდე ძალიან კარგი რო ასეთი ახალგაზრდა ღირსების ორდენის 2008 წლის ომშიც იყო და 2-3 სიგელი აქვს მიღებული კეთილსინდისიერი მუშაობისთვის. დღესაც მოქმედი მსახურია ქვეყნის სამხედრო პირია. ხო, სამხედრო პირია, დიახ. კიდევ არის ახალგაზრდა, რომელიც 86 წელში არის დაბადებული, კახაბერი კახა, რომელიც დღესაც მოღვაწეობს სატანკო ბატალიონის მეთაურია, არის ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენის მატარებელი, ისიც მოღვაწეობს. სპორტის მხრივ არიან 22 წლის გიორგი შპეტიშვილი, რომელიც ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე იყო წარდგენილი, დღესაც ემზადებიან მომავალი შეჯიბრებებისთვის. ანუ ეს ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელიც პერსპექტივა აქვს და არის მოლოდინის რეჟიმში ახალი შეჯიბრებისა. მე რამდენადაც ვიცი, თქვენი მეუღლეც სპორტით იყო დაკავებული და არც თუ ურიგოთ ის ჩემპიონი გახდათ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდათ და რომელ წელს იყო თქვენი მეუღლე? 85 წლებში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ქალაქ გომელში. სადაც გახდა ჩემპიონი, მაგრამ აღარ არსებობს არანაირი ინფორმაცია დღესაც რო ვიძიებთ, არ არსებობს, მაგრამ თუმცა გომელში დღეს მისი სურათი
ჩემპიონის სურათი კიდეა იქ, სადაც ეს ჩატარდა. მეუღლის სახელი ვახტანგ შპეტიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო თავის დროზე და ეს არის ჭიდაობა, ესეთი კლასიკური ჭიდაობა, რომელიც მეორე მხრივ იწოდება რომაულ ჭიდაობად და მე ვიტყოდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, მაშინ მსოფლიო ჩემპიონობის ტოლფარდი იყო, რამე თუ ეს სპორტი ყველაზე უფრო განვითარებული იყო საბჭოთა კავშირში და ამ სპორტში, როგორც იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტსმენები მსოფლიო ამით ქმნიდნენ იმ პერიოდში და ეს გამარჯვება არ იყო მხოლოდ ერთი საბჭოთა კავშირის არეალის გამარჯვება, ეს უფრო მასშტაბური იყო, მაგრამ იყო იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ვერ გავწდებოდი და იყო მაშინ. მე ვიცი ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შპეტიშვილები ბრძანდებოდნენ იმ დელეგაციის წევრად, რომელი დელეგაციაც საქართველოსთან წავიდა ირანში და ჩვენს მაყურებელს კარგად მოეხსენება, რომ ირანში არის ფერეიდანი, ჩვენი ქართველებით დასახლებული ფერეიდანი, იმ ფერეიდანში არის სოფელი მარტყოფი, სოფელი მარტყოფი, სადაც ცხოვრობენ ამ სოფლიდან საქართველოს სოფელ მარტყოფიდან აკრელი მოსახლეობა, როცა გადაასახლეს ირანში, იქ ცხოვრობენ და მათ დაიტოვეს თავისი სოფლის სახელი და დღესაც იქ მარტყოფელებად იწოდებიან და როდესაც საქართველოსთან პატრიარქის კურთხევით წავიდა ეს დელეგაცია, ისეთი საგანგებო შეხვედრა იყო, რომ მარტყოფელები ხდებოდნენ ერთმანეთს, საქართველოს მარტყოფელები და ფერეიდანის, ანუ ირანის მარტყოფელები ერთმანეთს ხდებოდნენ და ამ დელეგაციის წევრებად იყვნენ შპეტიშვილებიც, რომლებიც ჩავიდნენ, შეხვდნენ თავიანთ მარტყოფელებს, გაიცნეს ისინი, რამოდენიმე დღიანი კულტურული ღონისძიება ჰქონდათ მათთან, შეხვედრებისა და ურთიერთგაცნობისა და დაახლოების პროცესი. მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ გაკეთდა მოწვევა და უკვე ირანის მარტყოფიდან იყვნენ მოწვეული 20 კაციანი დელეგაცია, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩვენი ირანის მარტყოფელები ჩამოვიდნენ, ჩემო ბატონო, რომლებაც მოიარეს საქართველოს შეხვდნენ უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქს სრულიად საქართველოს ილია მეორეს და რამდენადაც ვიცი, აი ამ დელეგაციის ჩამოსვლას მასპინძლობდა თქვენი ოჯახი და თქვენი მამამთილი, რომლის სახელით ჩვენ ამ უკვე ერთხელ ვახსენეთ და აი ამ ღვაწლზე გვინდა გაამახვილოთ ყურადღება და თუ რამეს დააკონკრეტებთ კიდევ და შეავსებთ ამას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღვაწლია. როდესაც ჩამოვიდნენ მარტყოფიდან მარტყოფამდე, ესეთი ერქვა ამ ღონისძიებას. ღვთაების მონასტერში მოიარეს, მოილოცეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ვერ გადმოსცემ ადამიანი თუ არ ნახე და არ შეიგრძენი. სადაც იყო ჩემი მამამთილი მიწვეული, როგორც გიდი, წინამძღოლი, სოფლის, ქვეყნის და უმასპინძლა გააცნო მთელი ისტორია, თვალწინ გადაუშალა და არ ვიცი, უაღრესად ბედნიერი იყო თვითონ ბატონი დავითი, აი ვერ მალავდა ემოციებს, ისეთი აღფრთოვანებული და გახარებული იყო და ის ხალხიც რა თქმა უნდა ძალიან ასიამოვნებლები. მთელი ქვეყანა. გაიხარეთ, ჩვენ ქართველები ცოტანი ვართ და აი ეს სიცოტავე კიდევ უფრო ამწოვებს და კიდევ უფრო მძაფრად გამოხატავს იმ საჭიროებას, რომ ერთმანეთს უნდა უფრთხილდებოდეთ და უნდა უფრთხილდებოდეთ ყველგან, თუ სადმე ქართველია, თუ სადმე ქართული ორიენტაციისა, ქართული ჯიშისა და ქართული მოდგმისა, უნდა ვიპოვოთ, უნდა მოვკიდოთ მათ ხელი და უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს შენი სამშობლოა, ჩვენ შენი ვართ, შენი ძმები ვართ და მან უნდა იცოდეს აი აქეთკენ რომ ისეთი მოსიყვარულე ქართულად მოსიყვარულე გული ეგულება და ეგულებოდეს და ამ შემთხვევაში ირანის მარტყოფსა და საქართველოს მარტყოფს შორის ეს ურთიერთობა პატრიარქი ჭეშმარიტად ბრძენი პატრიარქია და ძალიან კარგად იგრძნობს ამის საჭიროებას და აუცილებლობას და იმიტომაც აკურთხა და იმიტომაც გაუშვა ერთი დელეგაცია იქით და მეორე დელეგაცია მოიწვია აქეთ ეს ურთიერთობა გადის იმ კაცთ მოყარეობაზე რასაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და
ეს სათნოება კაცთმოყვარეობისა, ეს სათნოება ურთიერთთანადგომისა და ურთიერთგანცდისა, ეხაც ეკლესიური წიაღიდან იღებს სათავეს და ეკლესიური ჰარმონიის, სულიერი ჰარმონიის მატარებელია, რაც ძვირფასია და ესეთი ღვთივსათნოა აშკარად. და რაოდენ სასიამოვნოა, რომ ამ პროცესს უძღვებოდა თქვენი ოჯახი და უძღვებოდა უშუალოდ თქვენი მამამთილი, რომელიც აი ამ სათნოებას, აი ამ კაცთმოყვარეობას, ამ ქართული სულის დემონსტრირებას ახდენდა, რაც დარწმუნებული ვარ იმ ირანის მართლობშიც ესეთი დადებითად და პოზიტიურად აირეკლებოდა და აისახებოდა იმ ადამიანების შთაბეჭდილებებში. ჩემთვის ცნობილია კიდევ ერთი ესეთი ფაქტი, რომ როდესაც მართლობში ეკლესია შენდებოდა, აღადგინეს ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელობისა, მისი გუმბათის რკინის კასკადი, ანუ ჩონჩხი უნდა შეეკრათ და ეძებდნენ ხელოსას და აღმოჩნდა, რომ თქვენმა შვილმა გააკეთა ეს და აი მინდა არა დაეხმარა დაეხმარა კი ბატონი ომარი ჭიტრეკაშვილი, რომელიც ხუროთმოძღვარია და ძირითადად ბატონი ომარი ცნობილი რესტავრატორია და უბრალოდ მას დაეხმარა ამ კეთილ საქმეში. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. 17-18 წლის იყო მაშინ. ხო. და იქ ძალიან საინტერესო მომენტი იყო, რომ ეს დახმარება და სურვილი ამ დახმარებისა, რომ ეკლესიის მშენებლობაში ამ 17-18 წლის ბიჭს მონაწილეობა მიიღო, იმდენად დიდი იყო, იმდენად განსაკუთრებული იყო მას, ეს მიდუღების ეს ვარკას რო ეძახით ჩვენ იმ აპარატზე არასდროს არ გონია ურთიერთობა და არასდროს არ უხმარია და პირველად მაშინ იხმარა და პირველად სწორედ ეკლესიის გუმბათი გააკეთა ამ თავისი პირველი ხელობით და ესეც ძალიან საინტერესო მომენტია, რომ უფლის დაშვება იყო. ნიკოლოზი ქვია. სახელად და სახელია იმ წმინდა ეკლესიისა. გაგიძლიეროთ და გაგიხაროთ ერთმა ესეთი ღვთივსათნოს მამა. ძალიან კარგი. სპორტსმენებზე ამახვილებთ ძირითადად ყურადღებას, რომ სპორტსმენები არიან შპეტიშვილის გვარიდან გამოსული. აი სხვა სფეროში თუ არიან კიდევ ესეთი ცნობილი პიროვნებები და თუ არის თქვენთვის ცნობილი ესეთები? ზოგადად შპეტიშვილები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. თუ გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ამ ნიჭიერებას. ნუ ეს ჩემი მამამთილი ხო არ ვიცი გამონაკლისი არ ვიცი, უსაზღვროდ უნიჭიერესი პიროვნება იყო. არის კიდევ ჩემი მული, ნინო შპეტიშვილი. მისი გონებაც უბრალოდ დღეს ტრაგედია დაემართა. ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა. ახალგაზრდა 29 წლის ბიჭი და კი ბატონო, დიდი განსაცდელი ცხოვრება სხვა თვალით უყურებს, სხვანაირად უყურებს, ღმერთმა გააძლებინოს და გააძლიეროს. უნიჭიერესი ადამიანია. არა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მის გონებას მოხდება, არ იკარგება. რჩება სამუდამოდ, ნებისმიერ დროს შეუძლია ეს ინფორმაცია მოიყოს და გაავრცელოს. და გული მწყდება ნამდვილად, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ამდენი ინფორმაციის დატევა გონებაში. რაღაცები გვავიწყდება, რაღაცები გადადის მეორე ხარისხზე. მაგრამ მას ყველაფერი ახსოვს და აი ნამდვილად გული მტკივა, რომ ესე იკარგება მისი ნიჭიერება. გაიხარეთ. არის მისი მოსახელია ჩემი მაზლიშვილი, ნინო შპეტიშვილი, ბავშვი, რომელიც სახელად უნდა ერქვას ცეკვა. 4 წლის ბავშვმა შეასრულა სოლო თიულური ფეხის წვერებზე, გოგონა. დიახ. სამწუხაროდ მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სხვა გზას აღარ გაფოცებას კი ერთი პერიოდი პედაგოგიც იყო, მაგრამ რა ვიცი ცხოვრების სირთულებიდან გამომდინარე სხვა საქმეს მოკიდა ხელი ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა. მაგრამ რაც მთავარი იყო და მისი მოწოდება იყო, ის რატომღაც მეორე ხარისხოვანი გახდა.
შპეტიშვილების გვარის შეკრებაზე რამდენად ხერხდება ის რომ გვარი საერთო სულისკვეთებას გამოხატავდეს ანუ ძალიან კარგია რომ თქვენ უძღვებით ამ პროცესს თქვენ აი ამ საგვარეულო მომენტებს აძლიერებთ მაგრამ რამდენი თანამოაზრე დგება თქვენს გვერდით და გვარმა რამდენად გაითავისა ეს სულისკვეთება რომ ერთად უნდა იყვნენ ლოცვაზე ერთად უნდა იყვნენ საზეიმო ტრაპეზზე ერთად უნდა იყვნენ კეთილი საქმის აღსრულებაზე ისეთი კეთილი საქმის აღსრულებაზე როგორც ღვთისმშობლის ხატის შეწირვა და შექმნა და ქტიტორობა ღვთისმშობლის ხატის ქტიტორობა რომლის პატივი და რომლის მადლიც თქვენ გვარზეა გადმოსული აი თვითონ გვარის საერთო სულისკვეთების წარმოჩინება და მისი დანახვაც ალბათ საინტერესო იქნება რა თქმა უნდა გვარი რომ არა და მისი თანადგომა ხატი ვერ დაიწერებოდა აბსოლუტურად სულ ყველა მენდობა მთელი გულით და სულით ნებისმიერი საქმე ბაიმეს შენ მარტო დაიწყე გააკეთე ჩვენ შენს გვერდით ვართ ძალიან კარგია ეს არის ხელმოქმედები შპეტიშვილებში კი რომელთაც არ უჭირთ თანხის გაღება და დახმარება სხვა გაჭირვებულებისთვის ცუდი ხალხი არ არის ძალიან კაი ხალხია გულისხმიერი ხალხია ნიჭიერი ხალხია აი ხანდახან არის მომენტები რომ პატარა ბავშვებივითაც კი არიან და ცოტა ხელის მოკიდება ჭირდება იმ გაგებით რომ არ დაიფანტონ და ერთად იყვნენ თვითონ ბრენდონ სტოუნი სახელით ცნობილი ბესიკ შპეტიშვილი არის მარტყოფიდან წასულები ჩვენი გვარის შტო არის რომელებიც უკვე დღეს გერმანიაში ცხოვრობენ და იქ მოღვაწეობს მთელი გულის და სულით ვერთდებით მთელი გვარი მის წარმატებებს ხედავ როგორი საერთაშორისო დონის წარმომადგენლები ყოლებია გვარს გაგახაროთ ღმერთმა ძალიან კარგი რომ თქვენ მარტყოფში სოფელი მარტყოფი ისტორიული სოფელია ძველი სოფელია მადლიანი სოფელია ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია და სხვა რომ არაფერი ვთქვათ და რატომაც არ უნდა ვთქვათ იგივე ანტონ მარტყოფელის სახელი რა დღეებს მარტო რომ აი სავანე შეიქმნა და სწორედ აქ შეიქმნა და სოფელი მარტყოფი არა მხოლოდ მეზობელი სოფელია და ახლო სოფელია არამედ ეს ის სოფელია რომელიც სოფელიც მეოხებას წევს ამ მონასტრის მიმართ მონასტერი ჩვენ კარგად ვიცით მარტყოფის მონასტერი მთებშია იქ არც სახნავსათესია და არც არაფერია და ყველაფერი უნდა ავიდეს ბარიდან და თუ საიდან თუ არა სოფელი მარტყოფიდან და ამიტომ მარტყოფის ღვთაების მონასტერი არის როგორც ესეთი სულიერი გამოხატულება ამ სოფლისა და შპეტიშვილები სწორედ აი ამ სოფლის წარმომადგენლები არიან და აი ამ სოფლის სულისკვეთებას ატარებენ მარტყოფის სულისკვეთებას ატარებენ მარტყოფის სულისკვეთებასთან არის დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა როგორიც იყო ბრძოლა მარტყოფისა ისტორიაში შესული ნათელი ბრძოლა 1625 წელს სწორედაც აქ მოხდა მარტყოფთან მოხდა ბრძოლა და აი აქ გადაწყდა საქართველოს ბედი მნიშვნელოვანწილად აი ამ მარტყოფის ბრძოლით და რა თქმა უნდა აქ მხოლოდ ერთი სოფელი და არც ორი და არც 10 სოფელი მთელი საქართველო იყო ჩართული მარტყოფის ბრძოლის ფერხულში როგორც იტყვიან მაგრამ თელი სულისკვეთება აი ამ ბრძოლისა და ამ ომისა მაინც სოფელ მარტყოფზე და მარტყოფელებზე გადავიდა და ეჭვიც არ გვეპარება რომ იქ ქუდზე კაცი გამოვიდა სოფლიდან და აი ამ ომით დამაშვრალ ჯარს თუ ვინმე აპურებდა და თუ ვინმე ხელს უმართავდა მარტყოფელები იყვნენ და როდესაც აი ამ დიდ გამარჯვებას მარტყოფის გამარჯვებას ვიხსენებთ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სოფელი რომლის მხრებზეც დევს ეს გამარჯვება და რომლის სულისკვეთებაშიც არის ეს გამარჯვება ჩვენ ხშირად აი ამ ისტორიულ ფაქტებს მხოლოდ ფაქტებად ვაღიარებთ და მხოლოდ ფაქტებად მივიჩნევთ, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ეს, რომ ეს ერთგვარი სულისკვეთებაც არის და დარწმუნებული ვარ 1625 წლის გამარჯვება მარტყოფის ველზე მოპოვებული გამარჯვება გახდა სულისკვეთება თელი მარტყოფელებისა, რომ ჩვენ მარტყოფელები ვართ, ანუ ის ხალხი ვართ, რომელიც აი წილნაყარია ესე დიდ გამარჯვებასთან და შინაგანი მზაობა, შინაგანი რაღაცა სულიერი სწრაფი
ვთქვათ, ეხაც იქ არის და იქნება მომავალშიც იმ ისტორიულ გამარჯვებასთან, რომელიც მარტყოფთან არის დაკავშირებული. აი ამასთან დაკავშირებით ხო არაფრით შეგიძლიათ ეს თემა გააძლიეროთ და რამე გაიხსენოთ მარტყოფელები მარტყოფის ბრძოლასთან და აი ამ სულისკვეთებასთან კავშირის შესახებ. როდესაც იქ ჩვენთან არის ასეთი ადგილი, აპარნის ეკლესია ქვია. აპარანი წმინდა გიორგის სახელობისა, პატარა. და რო გადახედავ, აი ძალიან დიდი მინდვრები ჩანს. ეხლა კი სხვადასხვა გაიზარდა ეს ტერიტორიები, უფრო ხეხილი ჩაიყარა, ვაზები ჩაიყარა და ნელ-ნელა ფეხს იკეთებს სოფლის მეურნეობაც. ჩემი მამამთილის გადმოცემით ვიცი, როდესაც ერთ-ერთი ბრძოლის დროს რომ წამოდნენ ეს ქართველები და ერთი რამდენი 10,000-ობით მტერი მოდის და ჩვენ აბარანი ვართ უფრო სწორად და მე შეიკვეცა ეს სახელი და ამ ტაძარს დაერქვა აპარანი. აი ნებისმიერი ადგილი საინტერესო სახელდება. აბარანი ვართ. აბა ხო რამდენია ვართ, აპარანი ვართ ჩვენ ამ ხელა ჯარს ამ ხელა წინააღმდეგობას გაუწევთ ამდენ მრავალრიცხოვან მტერს. და გაუწიეს წინააღმდეგობა დაამარცხეს კიდევაც მტერი და იქ აშენდა ის ტაძარი აპარანი. აი იმ ბრძოლისა და იმ ფაქტის წმინდა გიორგის სახელობის არის. ძალიან კარგი, წმინდა გიორგი მეოხია სრულიად საქართველოსი და აი ამ მებრძოლის სულის გამოხატულობა წმინდა გიორგის სახით ყველაზე უფრო კარგად და ესეთი სახიერად არის გამოხატული და შემთხვევითი არ არის რომ საქართველოს რომელსაც ბრძოლები უწევს, თავდაცვა უწევს, გადარჩენა უწევს, პოულობს საკუთარ სულიერ გამოძახილს სწორედ წმინდა გიორგის თანმიმართებაში და სწორედ წმინდა გიორგია მეოხის საქართველოსი სულიერი კავშირი წმინდა გიორგისა და ქართველი ერისა შემთხვევითი კავშირი არ არის, ეს არის არსობრივი კავშირი, რომელიც აი ფაქტი, რომელიც თქვენ მოყევით ქალბატონობია, ამ კიდევ ერთხელ მეტყველებს აი ამ კავშირისა და ამ მოძახილის შესახებ და ეწეოდეს წმინდა გიორგის მადლი, აპარანს წმინდა გიორგის მადლი ეწეოდეს თქვენ სოფელს და სრულიად საქართველოს გაგახაროთ ღმერთმა, ეს ძალიან კარგი პროცესია. რა გეგმები გაქვთ აი როგორ ფიქრობთ ამ საგვარეულო ურთიერთობის გაძლიერებას მნიშვნელოვანია სურვილები გეგმა ცოტა ისეთია შეიძლება რაღაც პარტიული იმას გეგმებს შეეფერება ჩვენ გვაქვს სურვილები და აი ამ სურვილების განხორციელებას როგორ მოვიაზრებთ როგორ გვინდა რომ განხორციელოთ ეს სურვილები უახლოეს ხანში აი რას აპირებთ გვარი შეკრება ხო არ არის ჩაფიქრებული კი არის ჩაფიქრებული უფრო მრავლდებით ბავშვები იზრდებიან და ვეღარ ცნობ უკვე იმ ხელასოფელია და ამდენი გვარის მატარებელია მარტყოფით ძალიან დიდი სოფელია პირველ ადგილზე იყო და ეხლა გამოკვლევებით ალბათ ისევ მით უმეტეს დღეს წერები სტარტდება და გავიგებთ ალბათ ცოტა ხანში მე რამდენი ადგილზეა ერთმანეთის გაცნობა უფრო ახლოს, ერთმანეთის ტკივილების გაზიარება, სიხარულის გაზიარება, სიხარულსაც უნდა გაზიარება, მარტო ტკივილი გაზიარდება. მართალ ძალიან. და მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგზე, რომ აი გვარის შეკრებასთან ხშირად ადამიანები, რომლებსაც არ ესმით არსობრივი მნიშვნელობა გვარის შეკრებისა, ამ საგვარეულო მოძრაობისა, ისინი ცოტა ზედაპირულად უყურებენ ამას და მხოლოდ ტრაპეზისა და მხოლოდ სუფრის სახით წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი და არ არის ეს სწორი შეხედულება და სწორი დამოკიდებულება ამის მიმართ და კერძოდ რა არის გვარის შეკრება? ეს არის გვარის სულიერი ერთობის გამოხატულება. ყოველი შეკრება აუცილებლად ლოცვით იწყება და აუცილებლად საგვარეულო პარეკლისი აღესრულება. და აი ამ შემთხვევაში გვარი ერთად დგას უფლის წინაშე. გვარი ერთობლივი სულით ლოცულობს უფლის წინაშე და მლოცველი გვარია საერთო საგვარეულო სული ლოცულობს. ამიტომ ეს იმდენად ძვირფასი მომენტია, რომ ჩვენ ვისაც გვაქვს პატივი და შესაძლებლობა იმისა, რომ ვეხებოდეთ გვარებს, გვარების დღევანდელ ცხოვრებას და მათ საგვარეულო მოძრაობას,
უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ხშირად გაკეთდეს საგვარეულო შეხვედრები, ხშირად გავიძღოლოთ აი ამ საგვარეულო შეხვედრებში გავიძღოლოთ ლოცვა, ვედრება უფლის წინაშე, რომ უფალმა კიდევ ერთხელ დაგვინახოს გვარი, გაერთიანებული გვარი და ამას რომ ვამბობ გაერთიანებული გვარი, მე სულაც არ მაქვს შთაბეჭდილება იმისა, რომ გვარი სრულყოფილად გაერთიანდება, არა ყველა იქნება. ყველა რა თქმა უნდა ვერ იქნება, ყველა ჩვენ და სამწუხაროდ ეკლესიურიც არ არის, მაგრამ რას ბრძანებს უფალი? იქ სადაც 2 ან 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, მე მათთანა ვარ. 2 გვარიშვილი, 3 გვარიშვილი რო შეიკრიბება და 100 გვარიშვილი რო შეიკრიბება, თავისი გვარის სახელით და თავისი გვარის სიყვარულით უფალი იქ არის. და რა არის ბედნიერება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ გვარი ერთად არის და უფალი მყოფობს ამ გვართან და უფალის მყოფობა იგრძნობა ამ გვართან. აი ეს არის აი ამ შეკრების სულისკვეთება. მეორე განყოფილებას რაც შეეხება ტრაპეზსა და სუფრას, ამაშიც ნეგატიური არაფერი არ არის, თუ ერთად ტრაპეზობენ, თუ ერთმანეთს ლოცავენ, თუ ერთმანეთს ახალისებენ და აწვდიან იმ მხნეობას, რომელი მხნეობაც გვჭირდება ადამიანებს, რომ შემოუძახოთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, ვისი გვარიშვილები ვართ, რა წარსულიდან მოვდივართ, რა სულისკვეთების მატარებელია გვარი, ამ შემთხვევაში შპეტიშვილების გვარზეა ლაპარაკი და რა წარსულის მატარებელია ეს გვარი და აი ეს წარსული თავს იხრის აი ამ ტრაპეზთან, აი ამ საუბართან და ამიტომაც არის ძვირფასი ეს ტრაპეზი და ეს არ არის მხოლოდ სადილი და მხოლოდ ვახშამი, ეს არის ასობრივი მნიშვნელობის მქონე ტრაპეზი. აზრების გაზიარება, თუნდაც ნატურის. კი, რა თქმა უნდა. როდესაც გვარის დალოცვა მოხდა, მაშინ დავთქვით, რომ ეს იყოს 7 აგვისტო და 28 აგვისტოს მარიამობა. რატო 7 აგვისტო? ასე რიგი მოგვიწია. ამ დღეს დაილოცა გვარი. ამ დღეს დაილოცა. გეთახვებით, სრულებით გეთახვებით, მაშინ როცა უფლის მადლი გადმოვიდა გვარზე, ის დღე ნიშანდობლივი დღეა გვარისთვის და შეიძლება ითქვას სადღესასწაულო დღეა, რომელსაც გვარი უნდა აღნიშნავდეს. ერთობლივი სულისკვეთებით უნდა აღნიშნავდეს ამ დღეს და 7 აგვისტო ძალიან კარგი დღეა. პაპანაკება ზაფხულის დღე კი, მაგრამ ძალიან კარგი დღეა და მაშინ თქვით, რომ წავსულიყავით ნეკრესში, ვინაიდან შილდაში ცხოვრობენ შპეტიშვილები, წასულები მარტყოფიდან, 1918 წელს არის წასული და სხვათა შორის იქ ცხოვრობს ვალიკო შპეტიშვილი, რომელსაც ყავს 3 ბიჭი, ილია, დავითი და სოსო, არაჩვეულებრივი ოჯახები აქვთ დღეს. და ეს კაცი არის მე არ არსებობს კახეთში ტაძარი, სადაც მისი ნამოღვაწარი არ იყოს, აღდგენითი სამუშაოები. აბსოლუტურად ყველაფერი მისი ხელით არის. ტაძრებზე ზრუნველი პიროვნება. დიახ. და ნეკრესი აღადგინეს მან და თავისმა შვილმა და ჩავედით მოსალოცად, რა ხშირად მიწევდა იმ პერიოდში იქ წასვლა. და როდესაც გვარს უთხარი, რომ შევიკრიფოთ, ვინაიდან ერთ-ერთი სოცნება იყო შპეტიშვილები ენახა თავის, ასე ვთქვათ, სამშობლოში. ერთად შეკრეფილები, დიახ, გადავწყვიტეთ და წავედით 28 აგვისტოს, მართლაც არაჩვეულებრივი დღე იყო, მარიამობის ჩვენი ხატით წავბრძანდით. ძალიან კარგად მოვილოცეთ, მართლა ეს სულ ყველანი იყვნენ აღფრთოვანებულები, აღარ უნდათ წამოსვლა, ძლივს წამოვიყვანე. ჩამოვედით ისე და ხატი შევწირეთ ტაძარს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარშია დაბრძანებული ჩვენი გვარის ხატი. ამავდროულად ეს ეკლესია მდებარეობს შპეტიშვილების უბანში. უბანი იწოდება შპეტიშვილების უბანი. შპეტიშვილების უბანი. ეს ძალიან კარგი ფაქტორია, რომ გვარის გაერთიანებას, გვარის კონსოლიდაციას უწყობს. კი, ხო, როდესაც ოჯახში დაბრძანების შემთხვევაში შეიძლება ან არ იყოს სახში, ან რაღაცა ისე არ იყოს სიტუაცია, ეხლა ოჯახია მაინც და ვიფიქრე, რომ ყველაზე უკეთესი იქნებოდა ტაძარი, იმიტომ რომ იქ ყოველთვის წესის კანონის მიხედვით ხდება ყველაფერი. და იქვე არის სხვათა შორის ზედაშეცა აქვს გვარს.
გვარის ზედაშეა. ზედაშეც არის გვარის კი, სადაც ხშირად ფუნქციონირებს ზედაშეც ხშირ შემთხვევაში აღარ ფუნქციონირებს და ზედაშეებს აქვს ისეთი ისტორიული სამუზეუმო მომნიშნელობა. ანუ დგება ზედაშეში კლავაც ღვინო საუფლო და ასე შემდეგ. ხო, აი მაყურებლისთვის განმარტავ, რომ ზედაში არის განსაკუთრებული ქვევრი, რომელშიც უფლის სახელზე ისხება ღვინო და ინახება ღვინო და ის არ შეიძლება რაღაცა ყოფითი დანიშნულებით ქორწილისთვის ან სხვა აღაპისთვის იქნას გამოყენებული, ეს მხოლოდ საუფლოდ უნდა გაიხსნას და უფლის სახელზე უნდა იყოს მიღებული და ამიტომ ეწოდება ეს სახელი ზედაშე, რამე თუ ეს არის ზედაშრე ყველა სხვა ღვინოსთან მიმართებაში, რამე თუ საუფლო ღვინოა ამ ქვევში მოთავსებული და ძალიან კარგი რო ეს ღვინო არსებობს და ზედაში არსებობს, ანუ საუფლო ღვინო, თქვენს გვარს აქვს საუფლო ღვინო. კი, ეს კახელებს ვიძახით, შპეტიშვილებს, რომ იქიდან როცა ჩამოდიან ზედაშეზე, მოდიან ხოლმე მობრძანდებიან ყოველთვის მოსალოცად. აი 2-3 წელიწადში. ეს ზედაში სად არის ტერიტორიულად რომელ ოჯახში? სხვა ეს ადგილიც შპეტიშვილებს ეკუთვნით ის მიწა-წყალი. ანუ ცხოვრობენ ოჯახი ცხოვრობს იქ და ანუ ოჯახი უბრალოდ მშენებარია, იქ აპირებენ გაფართოებას და გადასვლას და ეს ადგილი მოღობილი და თავებული ყოველთვის მოწესრიგებულია. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ვალიკოს და სოსოს. გაიხარეთ ის ადგილია, სადაც სანთელი უნდა იტებოდეს და ლოცვა უნდა იქნებოდეს. აი რომ წარავინ არ მივიდეს, ხო თვითონ ოჯახის წევრები არ არსებობს პერიოდი, რომ არ დაასუფთავონ, არ მოაწესრიგონ ის ტერიტორია, სანთელი არ დაანთონ და ასე შემდეგ. და შეკრების დროსაც ვიყენებთ იმ სასმელს, რაც იქ ინახება. ახალი ჩაიქმნება ძველი. რა თქმა უნდა, უფლის სახელით იხმებს გვარი იმ სასმელს, რომელიც უფლის სახელით. და ყოველთვის ყველანი ძალიან გახარებულები არიან, როცა ესეთი მნიშვნელოვანი რამე. ძალიან კარგი. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს იმისა, რომ ქალბატონმა მაია შპეტიშვილმა მიმართოს თავის გვარს და ეს ცისფერი ეკრანი, როგორც იყვიან, ახლა ჩართულია ამ გვარისთვის და გვარის საგვარეულო მოძრაობის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია შპეტიშვილი მიმართავს თავის გვარიშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ შპეტიშვილებო, გაგაძლიეროთ. სულიერადაც, ხორციელადაც, გაიხარეთ, გამრავლდით, დაუცვლელები ყოფილიყავით თვითეული თქვენგანი და მადლობას მოგიხდით იმ წვლილისთვის, რაც თქვენ შეიტანეთ ჩემს მიმართებაში, ხატის დაწერის მიმართებაში და ის რომ მე ვგრძნობ ნებისმიერი შპეტიშვილი, როცა შემხვდება, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ მასთან და გაიხარეთ, გამრავლდით. უფალი სწორედ ამ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს ჩვენ და ნამდვილად იმისთვის იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, რომ ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი სიყვარული, სიხარული და ვაჩუქოთ. იმიტომ რომ ცხოვრება წამიერია, დღეს ვართ, ხვალ შეიძლება არ ვიყოთ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს საქართველოს. გაგახაროთ ღმერთმა. წამიერებისა რა გითხრათ, მაგრამ ჩვენი გადაცემა იწოდება წუთის სოფლად, ჩვენ წუთის სოფლის შვილები ვართ ყველანი და წუთის სოფელი იმას პინძლობდა დღეს იმ კარგ ქართულ გვარს, რომელიც შპეტიშვილებად იწოდებიან.